ზესტაფონში, ჭიათურაში, წყალტუბოსა და ვანში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა შენდება. 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სპორტსმენებისთვის საჭირო გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და სხვა საჭირო სათავსოების კომპლექსი ზესტაფონში განთავსდება ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე, სამშენებლო კოლეჯ კონსტრუქტორის მიმდებარედ. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურ-საფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს, რაც რეგიონებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას დაეხმარება. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის სამთავრობო პროგრამა, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ვიმედოვნებთ, რომ საპროექტო სამუშაოები უახლოეს კვირეებში დასრულდება და უკვე წელს შესაძლებელი იქნება სამშენებლო ტენდერის გამოცხადება. ეს პროექტები უმნიშვნელოვანესია როგორც მასობრივი სპორტის განვითარებისთვის, ისე თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნისთვის, რომელიც ქართულ ფეხბურთს მეტად გააძლიერებს, აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ. მთავრობის გადაწყვეტილების ფარგლებში, რომელიც გულისხმობს საქართველოს მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას და ეს მართლაც უპრეცედენტო მასშტაბი არის, რასაც დღეს ჩვენი სამინისტრო ახორციელებს, ჩვენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად, ბატონ ლევან კობიაშვილთან ერთად დღეს დავათვალიერეთ ჭიათურის, ზესტაფონის და ვანის საფეხბურთო ცენტრების მშენებლობა. აქედან 2 საფეხბურთო ცენტრი უკვე წელს დასრულდება, მომავალი წლისთვის დასრულდება ჭიათურის საფეხბურთო ცენტრი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვნახეთ და გავეცანით პროექტს, ეს არის ტრიბუნიანი UEFA-ს მე-3 კატეგორიის სტადიონის მშენებლობა, რომელიც წყალტუბოში უნდა აშენდეს და ესეც ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ პროექტი უკვე დასრულდება უახლოეს კვირეებში და უკვე წელს შესაძლებლობა გვექნება, რომ სამშენებლო ტენდერი გამოვაცხადოთ. ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც მასობრივი სპორტის განვითარების კუთხით ეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე კონკრეტულად იმ სპორტის სახეობების განვითარებისთვის, რასაც ეს ინფრასტრუქტურა ემსახურება. ვიყოფებოდით იმერეთის რეგიონში, სადაც მოინახულეთ სხვადასხვა ტიპის საწარმოები და პირველადი პროდუქციის წარმოება, გადამუშავება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რადგან ეს აძლევს შესაძლებლობას ერთის მხრივ იმპორტის ჩანაცვლების, აგრეთვე საექსპორტო პოტენციალი იზრდება ქართული პროდუქციის, რაც თავისთავად ცხადია, ზუსტად სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების მხარდაჭერით შესაძლებელი არის, რომ საქართველოში პროდუქციის შექმნა, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებს. მოგეხსენებათ 2015 წლიდან საქართველოში ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა ფუნქციონირებს, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები აქვს, შედეგები, რომლებიც ფაქტიურად მსოფლიოში ძალიან მოწინავეა, თუმცა ეს შედეგები საჭიროებს აუცილებლად შესაბამის ვალიდაციას, რამიზნითაც გაიმართა სწორედ ეს პირველი სხდომა საბჭოსი. აღსანიშნავია, რომ არის 2 მიმართულება, ჰეპატიტის ელიმინაცია და ჰეპატიტის დედადან ბავშვზე გადაცემის ელიმინაცია. ორივე ამ მიმართულებით ფაქტიურად განაცხადი მომზადებული აქვს საქართველოს. აღნიშნული განაცხადის წარდგენა მოხდება უმოკლეს პერიოდში. მე იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს საქართველოს უკვე ექნება ამ მიმართულებით ჯანმოს მიერ ასე ვთქვათ ვალიდაცია მინიჭებული, რაც გამოარჩევს საქართველოს და მოწინავეს ხდის სოფლიოს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. პროგრამული ინდიკატორები მიღწეულია ყველა მიმართულებით. კერძოდ ეს არის მკურნალობაში ჩართული პაციენტების რაოდენობა, რომელიც 87%-ზე მეტია, დიაგნოსტირებული პაციენტების რაოდენობა ასევე 87%-ზე მეტია, რაც მნიშვნელოვნად ცილდება ჯანმოს მიერ დადგენილ ვალიდაციის კრიტერიუმებს. რაც შეეხება B ჰეპატიტის დედიდან შულზე გადაცემის ელიმინაციას, ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორები შესრულებული. კერძოდ B ჰეპატიტის გავრცელება ბავშვებში 0.3% არ ცილდება საქართველოში, როდესაც ჯანმოს მიერ დადგენილი კრიტერიუმი არის ბევრად მაღალი და ასევე B ჰეპატიტის ვაქცინაციის პირველი დოზით მოცვა წლების განმავლობაში ძალიან მაღალ ნიშნულზეა საქართველოში, იცილდება 90%-ს და ასევე ძალიან მაღალი არის B ჰეპატიტის ვაქცინაციის სურათი ქვეყნის მასშტაბით დასრულ მოსახლეობაშიც, სამედიცინო პერსონალშიც. იგი ხელმისაწვდომია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყველასთვის. უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკულად შედეგები მკურნალობაზე აღემატება 98%, ძალიან მაღალია კონტინგენტი
დოკუმენტის გამოკვლევა, ისევე როგორც მათი ჩართულობა. არსებობს ჯერ კიდევ გამოწვევები და საბჭომ დასახა ის მიზნები, რომელიც 2030 წლისთვის უნდა განმახორციელოთ ერთობლივად, როგორც სამინისტრომ, ასევე პარლამენტმა, ასევე სამედიცინო საზოგადოებამ და სხვადასხვა დაწესებულებებმა, მათ შორის ეს ეხება როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, UNICEF-ს, რომელიც აქტიურად არიან ჩართულები თავიდანვე ამ პროცესში და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ მიზანს, რომელიც საქართველოს და ჩვენს ხელისუფლებას აქვს დასახული ჰეპატიტების ელიმინაციაში, აუცილებლად იქნება მიღწეული. ჩვენი მიზანი გახავთ 2030 წლისათვის ელიმინაციის სტატუსის მიღწევა და ყველა იმ აუცილებელი ინდიკატორის დაფარვა. ჩვენ მთლიანად სამედიცინო სექტორი, რა თქმა უნდა, ჩვენი რეგიონიც აქტიურად ჩართულია ამ პროცესში. ჯერ კიდევ 2014 წლიდან მქონდა ჩვენ დიაგნოსტიკის ადგილობრივი პროგრამა და გათვალისწინებული ჩვენს ბიუჯეტში, რა თქმა უნდა, შემდგომ ნულოვანი ტუბერკულოზი, ინტეგრირებული სკრინინგი, ყველა ეს ინიციატივა აჭარის რეგიონის ადგილობრივი ბიუჯეტიდან იქნა დაფინანსებული. დღეს სახელმწიფო პროგრამა, რა თქმა უნდა, ისევე მუშაობს ჩვენს რეგიონში, როგორც მთლიანად მთელს ქვეყანაში და ეს ინდიკატორები, რაც არის დასაფარი 2030 წლამდე, ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ აქტიური მუშაობით ყველა მიზანი და ყველა ინდიკატორი დავფარდოთ ამ პერიოდისთვის. მე თუ მეძლევა იმის საშუალება, რომ დღეს თქვენ წინაშე წავუდგე და ვისაუბრო, რასაკვირველია ეს იმ პროგრამის დამსახურება, რომელსაც ჰეპატიტის ელიმინაცია ქვია ჩვენ ქვეყანაში. მე როგორც ყოფილი პაციენტი კიდე ერთხელ მინდა მოუწოდო ჩვენს მოსახლეობას იმ ადამიანებს, ვისაც სჭირდება ამ კურნალობის ჩატარება, რომ სრულიად უნებელი, ასე თქვათ, საჭირო იმისთვის, რომ ადამიანებმა ეს დაავადება დაამარცხონ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვეკუთვნით მარტო საკუთარ თავს, ჩვენ ვეკუთვნით ჩვენს ოჯახებს, ჩვენს შვილებს, ჩვენს ასე თქვათ ახლობლებს, მეგობრებს და ამიტომ და მით უმეტეს ქვეყანას და ამიტომ მე კიდე ერთხელ მოუწოდებ ჩვენ ადამიანებს, ჩვენ მოსახლეობას, განსაკუთრებით იმათ, ვინც იციან რომ აქვთ ეს დაავადება, მაგრამ არ ერთვებიან პროგრამაში, რომ მობრძანდნენ, ჩაერთონ და განკურნების ხარისხი არის 99%. მიღწევები მართლაც საოცარი არის. მე ამ შემთხვევაში კონკრეტულად ვისაუბრებ B ჰეპატიტის ელიმინაციაზე. B ჰეპატიტის ელიმინაციაზე B ჰეპატიტის ელიმინაცია თავისთავად გულისხმობს არა სრულ ელიმინაციას, არამედ დედიდან ბავშვზე B ჰეპატიტის გადაცემის კონკრეტულად ელიმინაციას და ამ მიმართულებით განსაკუთრებული კომპონენტი მნიშვნელოვანი ეს არის ვაქცინაცია და მაღალი მოცვის მიღწევა უკვე კონკრეტულად B ჰეპატიტის შემთხვევაში ეს არის სწორედ ის გზა, რასაც ელიმინაციის მდგრად შედეგებამდე მივყევართ. დავასრულებდი ისევ ძალიან დიდი მადლობით და აღფრთოვანებით, რომ საქართველოს შეძლო აი ამ გზაზე დამდგარიყო. უკვე მეორე სეზონი დაიწყო და უკვე 2 წელია ვიღებთ სტუმრებს. ველოტაბაკინი გთავაზობ 5 კოტეჯს, რომელიც აღჭურვილი არის სამზარეულოთი, საძინებლით და ასევე სველი წერტილი. ასევე კოტეჯში შეიძლება რომ განთავსდეს 2 ან 3 ადამიანი. ჩვენ გარემოს აუჩვენებს აუზი, რომელიც სარგებლობაც ერთიერთადაც შეუძლიათ მოსულ სტუმრებს. ჩვენს ვიზიტორებს შეუძლიათ რომ ჩვენთან მიირთონ უგემრიელესი საუზმე. ველოტაბაკინის გარემო ასევე მოგებული არის თქვენი 4-ფეხა უსაფრთხოების მეგობრებისთვის. ველოტაბაკინში მომსახურების ახალი სერვისი არის მარანი, რომელსაც შეუძლია რომ 10-დან 20 ადამიანამდე მიიღოს სტუმრები. და არ დაგავიწყოთ რომ ველოტაბაკინში ასევე არის სპორტული სივრცეები. ახლა კი გეტყვით თუ რატომ უნდა გაიაროთ 6 კილომეტრი ქალაქიდან რომ ჩვენ სივრცეში მოხვიდეთ. გიყვართ მშვიდი გარემო, სუფთა ჰაერი, აუზთან განტვირთვა და ლამაზი ხედები, მაშინ გელოდებით ველოტაბაკინში.